ბრიტანეთის პოლიცია სრულიად შეშლილია. ყველამ ნახეთ, როგორ აიღეს კონტროლი დიდ ბრიტანეთში და როგორ მართავენ შემოსეულები ქუჩებს. ქუჩებს და მაინც რატომღაც ბრიტანეთის პოლიცია ფიქრობს, რომ დრო უნდა დახარჯოს, არ ვიცი, შეზღუდული შესაძლებლობისობის მქონე ადამიანების ან მამაკაცების დაპატიმრებაში, რომლებმაც ახლად ნაყიდი ბიტები მოიტანეს, რომლებიც ჯერ კიდევ შეფუთულია იმ მაღაზიიდან, რომელიც მის უკანაა. ან არ ვიცი, ქალი, რომელიც მშვიდად ასეირნებს თავის ძალს, რადგან ეს აწკენინებს ისლამისტებს. ან იქნება ასაკოვანი ვეტერანი, რომელმაც დიდი ბრიტანეთისთვის იბრძოლა, ან კაცი, რომელმაც სოციალურ ქსელში რაღაცას გამოაქვეყნა, ბაბუა, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, ან ეს მოხუცი ბებია, ეს საშიში ბებია და ასე შემდეგ. ამიტომ, რადგან ისინი ესეთი სასაცილოები არიან და ყურადღებას ამახვილებენ სულელურ რაღაცებებზე, გასაკვირი არ არის, რომ დამპყრობლები, ანუ იმიგრანტები, სერიოზულად არ აღიქვამენ მათ და თავისუფლად სცემენ, რაც ასევე ახალი ფენომენია, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ქუჩებში ვხედავთ. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება pushback-ში. მე აირა კეი ვარ, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა, რომ მოყვეთ. გააკეთოთ ყველაფერი, რაც დაგვეხმარება ინფორმაცია გავავრცელოთ, რადგან ჩვენ აქ ვართ, რომ ვისაუბროთ იმაზე, რაც დასავლეთში ხდება. რა ხდება ჩვენს ქუჩებში? და ამას ხშირად ვამბობ. ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. ეს მხოლოდ შემოსული დამპყრობლები არ არიან, ვინც ცდილობს დიდ ბრიტანეთში შემოსვას. არამედ მთავრობა და პოლიციაც, რომლებიც ამას ხელს უწყობენ და ამ ყველაფრის მოხდენას აძლევენ საშუალებას. ისინი მხოლოდ ხელს არ უწყობენ, არამედ ისინი ენერგიას ხარჯავენ იმაზე, რომ არასწორი ადამიანები დააკავონ. პრესკი ვისაუბრებთ დიდ ბრიტანეთში მომხდარ ყველაზე უცნაურ პოლიციის ისტორიებზე. დავიწყე, არ ვიცი, მგონია, რომ ბებიების დაპატიმრება ის თემაა, რაც ჩვენგან უმეტესობას რაღაც უცნაურად ეჩვენება. ჩვენ არ საუბრობთ ტერორისტ ბებიებზე. ჩვენ საუბრობთ ძალიან 20-ზე მეტი ბრიტანელი პოლიციელი, ზოგიერთი მათგანი ჰიჯაბით, დააკავეს 2.90 წლის ქალი. ბრიტანეთის პოლიცია მთელ მსოფლიოს აცინებს და დიახ, ეს შეიძლება სასაცილო იყოს, რომ არა ის ფაქტი თუ რამდენად შეშლილია ეს ყველაფერი. ეხლა მათ ეს მოხუცი ქალბატონი დააკავეს აქ. ჰეი, კი არა, მე უკან ვარ. ნახე რა სუსტი და დაუძნურებულია. მიეცი უფლება წავიდეს. ცოტა წინააღმდეგობ. კარგი? მართლა ძალიან მინდა ვიცოდე. მაინტერესებს კომენტარებში მოგცემენ თუ არა კონტექსტს, რატომ აკავებენ ამ ადამიანებს. რა ხდება? არა. რატო უნდა დააკავოს ბრიტანულმა პოლიციამ 2.90 წლის ქალი? არაფერია ნათქვამი, არაფერია ამის შესახებ ნათქვამი. არ ვიცი რა საპროტესტებდნენ, რატო იყვნენ იქ. შეიძლება ისიც კი იყოს, რაზეც პოლიტიკურად წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ის სურათი, სადაც ასაკოვანი პოლიციელები 90 წლის ქალებს აკავებენ, უბრალოდ ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, რომელიც მათთვის არაფერს აკეთებს სასიკეთოდ. არაფერს, საერთოდ არაფერს. და ეს არ შემიძლია ავიტანო. მაგრამ ხანდაზმული ქალები ერთადერთი არ არიან, ვინც დააკავეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საჯარო ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ. თქვენ საუბრობთ ხანდაზმულ მამაკაცებზე, რომლებიც სახლში არიან და ავად არიან. კარგი. ამ კაცს ყავს ბაბუა, რომელსაც გულის პრობლემა აქვს და მან რაღაც გამოაქვეყნა Facebook-ზე. მან პირდაპირ Facebook-ზე გამოაქვეყნა თავისი აზრები და ამ ადამიანებმა თავიანთი რესურსები დახარჯეს მის დასაკავებლად. მოусმინეთ ამას. კარგი, ასე რომ. რას ნიშნავს, რომ ალკოჰოლის მიღება არ შემიძლია? კარგი, გეტყვით. ეხლა დროა 20 საათი და 3 წუთი. 1440. გაატარებთ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის არასწორი გამოყენების ედრის საფუძველზე. რატომ? კომუნიკაციების აქტის 127 მუხლი. კარგი, ასე რომ თქვენ არ გჭირდებათ ამის თქმა, რადგან ეს შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს დაცვას. გსურთ რომელიმე კითხვაზე საუბარი, შეგიძლიათ მოგვიანებით დაამატოთ უყურეთ. უბრალოდ სულელურად ჟღერს, როცა მოხუც კაცს ელაპარაკები და ეუბნები საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელსაც იყენებდით. იცით, ეს იყო არასწორი ქცევა. კომუნიკაციების შესახებ 127 კანონის მიხედვით, არასწორი ქცევის აქტის საფუძველზე. და შესაბამისად გადავწყვიტეთ დაგაკავოთ, რადგან საზოგადოებისთვის საშიშ საფრთხეს წარმოადგენს. ანუ რა თქმა უნდა, როგორც ვნახავთ, ისინი დააკავებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ისინი აკავებენ ადამიანებს, რომლებიც მაღაზიებში ახალ ნივთებს ყიდულობენ და აკავებენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ძაღლებს ასეირნებენ, რადგან ძაღლები ისლამისტებს აწყენინებს. ამაზე მალე ვისაუბრებთ. ასე რომ ალბათ აღარ გვიკვირს, რომ ისინი აკავებენ მამაკაცებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში რაღაცები გამოაქვეყნეს. ფიქრობ შენ ამბობ იქნებ გამოიძახოთ სასწრაფო, ეს გესმის? ანუ ფაქტობრივად მე მაკავებენ. კარგი, ეს წაიღე ვისადგურში. კი, სწორია. კარგი. ზოგიერთი კომენტარის გამო, რომელიც თქვენ გააკეთეთ Facebook გვერდზე, ხო, აქ ყველა შეფია. Facebook-ზე დანაშაულია, ხომ ასეა? კარგი. ანუ ეს პირდაპირ Facebook-ზე ჩადენილი დანაშაულია. დახსოვდეთ, ჩვენ არ ვიცით რა კონტექსტში დაწერა, თუ არ დაწერა, მაგალითად, რომ მე ხვა დავალ და ვინმეს მოკლავ. ანუ რა კომენტარი შეიძლება იყოს ისეთი, რომ ვინმე დააპატიმრონ, მაგრამ ეს დავივიწყოთ. იფიქრეთ იმაზე, რომ არსებობს მთელი დეპარტამენტები, რომლებიც ადამიანების სოციალურ ქსელებს ამოწმებენ და შემდეგ მათ სახლებში მიდიან. ანუ
უბრალოდ რამდენი გადასახადის გადამხდელის ფული და რესურსი იხარჯება ასეთ რაღაცებზე, კიდევ ერთხელ გახსენებს, რატომ ბოლოს ამ პოლიციელებს იმიგრანტები სცემენ, როგორც ამ ვიდეოში, ხო? შეხედეთ ამას. ისინი პრეზიდენტს ებრძვიან. ისინი პოლიციას ესხმიან თავს, რადგან იციან, რომ დაუსჯელად შეუძლიათ ამის გაკეთება. რადგან იციან, რომ თუ ამ პოლიციელებს ასე მშვიდად შეუძლიათ დაპატიმრება, არ ვიცი, ბებიებს და ასე შემდეგ, მაშინ ისინი რეალურად არ დარჩებიან რასიზმის გამო, რადგან ამ ადამიანებს გაბედეს და თქვეს რაღაცები, რაც ისინი არ არიან. ისინი არაფერს გაუკეთებენ ამ ადამიანებს და ამიტომ შეუძლიათ დაუსჯელად შეუტიონ ამ პოლიციის მანქანებს. რაც არის რაღაცაც ყველა ქვეყანაში. ქვეყანაში ჩაითვლებოდა საშინელ დანაშაულად. პოლიციის მანქანებზე ვერ შეუტევ, მაგრამ როგორც ეს პოსტი ამბობს, ისინი არიან უფროსები. და ეს არის მათი საშინელი ქცევა, როცა ისინი აკავებენ ხანდაზმულ მამაკაცებს სოციალური მედიის პოსტებისგან. ამასთან დაკავშირებით. კარგი. ჯიბეში რამე გაქვს? ჰეი ჯო! ჩვენ მივიდეთ. მე დამაკავებენ იმის გამო, რომ Facebook-ზე პოსტი დავწერე. რომლებიც შეურაცხყოფელია, უხამსია და ამის გამო ხალხმა საჩივარი შეიტანა. შეგიძლიათ მითხრათ რა კომენტარი იყო ეს? არა. კარგი, მაშინ ასე მოვიქცევით, დავტოვებთ ამას. კარგი. გულისხმობ კიდევ ერთხელ, რა სირცხვილია არა? ვიღაცამ შენს Facebook კომენტარებზე იჩივლა. მაგრამ კიდევ ერთხელ, მათ უყვართ მოხუცი კაცების დევნა. შეხედე ამ სამხედრო ვეტერანებს. შეგიძლია დაიჩიო. შეგიძლია ააფრიალო. უბრალოდ ჩვენ არ. ისინი ბარიერებთან არანაირ პრობლემას არ ქმნიან. ხო, გქონდეთ თქვენი დროშები, უბრალოდ არა ბარიერებზე. სულ ესაა. და მათ აფრთხილებენ, რომ დროშები ბარიერებზე აქვს ჩამოკიდებული, ხომ ასეა? რაც ძალიან სულევური და უბრალოდ ისეთი უმნიშვნელო რაღაცაა, რაზეც ხალხის გაბრაზება შეიძლება. და თქვენ სამხედრო ვეტერანებზე საუბრობთ. შეხედეთ ამ კაცებს. არაფერი უთქვამთ მათთვის. არა, ეს ბარიერებზეა ნაჩვენები. ვიცი, მაგრამ ის მოტოციკლს მართავს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობ. შეხედე, ეს უბრალოდ საცოდავია. ეს უბრალოდ ძალიან საცოდავია. მაგრამ ეს ერთი ჩემი საყვარელი მაგალითია. რადგან ეს ქალი ძაღლს ასე ირნებს და მას ეუბნებიან, რომ თავისი ქუჩიდან უნდა გადავიდეს, რადგან ძაღლს ასე ირნებს. და არ გაგიკვირდება, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ახლოს ისლამისტური პროტესტია და ეს შეურაცხყოფელია. ხო, ისევ ბერს და მხელვარე მემარცხენე. მირეკავდა მეუბნები. არ მინდა რომ დამირეკონ და მითხრა რომ რაღაცას გავაკეთებთ. ეს კონტროლია. შენ საქმეს ესე რომ ვეღარაფერს იტყვიან გააკეთე. არაფერი. გააგზელე ფორდ. მარცხენა საერთოდ დალესხმები თავს. აბსოლუტურად. რას გულისხმობ? ბილეთი არ გაქვს ბრიტანელებისგან. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ბოდიში. ვიკებო, ორი თქვენგანი გთხოვთ. ორი თქვენგანი ახლავე. ესეთ რაღაცებზე ჩვენ არ დაგვიჯახებენ და ეხლა პოლიცია გთხოვს. და ეხლა კანონი. ეს უბრალოდ მაოცებს. ეს კონტენტი მაოცებს. და ხალხო, ეს მართლა აბსურდულია. ხედავთ, ამ კაცს დააკავეს. სხვადასხვა ეხლა უკვე გაათავისუფლეს, მაგრამ ეს კაცი მანჩესტერის პოლიციამ დააკავა, რადგან დეისბოლის ბიტა ქონდა, რომელიც ჯერ კიდევ პოლიეთილენში იყო გახვეული. ახლახან ქონდა ნაყიდი. უკვე გაათავისუფლეს და ყველა ბრალდება მოხსნილია. ფაქტი, რომ სადეს მისი დაპატიმრება თითქოს იარაღი ეჭირა, მან უბრალოდ ბეისბოლის ბიტა იყიდა მაღაზიიდან. ის ჯერ კიდევ პოლიეთილენში იყო გახვეული და სადეს მისი დაპატიმრება თითქოს იარაღი ეჭირა. რა სჭირთ ამ პოლიციელებს? არ არის გასაკვირი, რომ ბრიტანელ ხალხს ისეთი განცდა აქვს, თითქოს მათ დასაცავად არავინ ჰყავთ. რა ხდება საერთოდ? ეს ერთი შემთხვევა არ არის, ეს ერთი ვიდეო არ არის. ახლა ვუყურებთ ათობით და ათობით ესეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარგი, პროტესტის მონაწილეები დერეფანს ბლოკავენ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გადაადგილებას უზღუდავენ. პოლიცია კი უბრალოდ დგას და ეუბნება ამ ადამიანს უკან დაბრუნდეს და სხვა გზით წავიდეს. დაუჯერებელია. რასაც ამბობთ არის ის, რომ თუ მენეჯმენტი ამათ ეტყოდა, გადადით. გთხოვთ, დატოვოთ ეს ადგილი. თქვენ ძალით არ გააძევებდით მათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებენ. არა, ისინი მშვიდობიანად იქცევიან. მაგრამ ხო, მე მშვიდობიანად ვაპროტესტებ. შენ არა. მათ პროტესტზე რას ფიქრობ? ისინი არ მოძრაობენ, სანამ არ დაიწყებენ. უბრალოდ იქ სხედან. შეგიძლია გვერდია უარო მათ. თუ კითხავ, ისინი ერთ-ერთი არიან. შეგიძლია ჩვენგან ერთ-ერთს კითხო და მოვიტანთ იმიუთებს საწინო. ნახე, პოლიციელი ძალიან პატივისით იქცევა, მაგრამ ისევ იმავე მენტალიტეტზე უბრუნდებით. მენტალიტეტზე, რომ გეშინია სწორ ღირებულებებზე დადგე. თუ ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი და ხალხის ჯგუფი აპროტესტებს და ბლოკავს გასასვლელს, პოლიციელი საქმეა თქვას. ნახეთ, ამ ადამიანებს აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ უნდა მივიდეს მათთან და სთხოვოს, ხომ არ ინებებთ ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს გზა დაუთმოთ. და არა ის, რომ ამ ადამიანს აუხსნას, თითქოს მას არ შეუძლია გაიაროს, რადგან პროტესტის მონაწილეებს აქვთ
უფლება მისი გასასვლელი დაბლოკონ. ეს უბრალოდ ძალიან არასწორია. ის პოლიციელი ქალი, რომელიც არ უნდოდა რომ იმ ქალს თავისი ძაღლი აეყვანა და გამევლო, შეიძლება ცდილობდა დაეცვა ის, რადგან ზუსტად იცის რა დაემართება ასეთ ქალს, თუ ის ისლამისტების ბრბოში გაივლის. მაგრამ ამავე დროს ის ფაქტი, რომ ეს პოლიციელი ქალები და კაცები ასე მშვიდად იცავენ არასწორ რაღაცებს, შეიძლება ისიც, რომ ის რაც იმ კაცმა, იმ ასაკოვანმა კაცმა თავის Facebook-ზე დაწერა, სრულიად არასწორი იყო და მართლაც უკანონო და პოლიციას სრული უფლება ჰქონდა დაეკავებინა ის. შეიძლება ისიც, რომ იმ ასაკოვან სამხედრო კაცებს, რომლებიც დროშებს აფრიალებდნენ, მართლაც უკანონო რამე აკეთებდნენ. შეიძლება ისიც, რომ იმ 90 წლის ქალებსაც მართლაც უკანონო რამე ჩაედინათ. ეს ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ის ფაქტი, რომ რესურსები სწორედ ამაზე იხარჯება, იმის ნაცვლად, რომ რეალურად ბრიტანელების დაცვას მოხმარდეს იმ ყველაფრისგან, რაც ეხლა ხდება, ეს არის ის, რაც ჩემს გონებას აბნევს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ ის ვიდეოები, სადაც პოლიციელებს ესხმიან თავს მიგრანტები, შემოჭრილები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ პოლიცია არაფერს გააკეთებს მათ შესაჩერებლად და ეს ადამიანები საშიშები არიან. ხომ ასეა, ისინი საშიშები არიან. ეს საშიში სანახავია. პოლიციელისთვისაც კი საშიშია ამის ნახვა, მაგრამ კიდევ უფრო საშიშია, როცა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და გაერთიანებულ სამეფოში დადიხარ. და სწორედ ეს ფენომენია, რომელსაც ესეთი ქმედებები პირდაპირ უწყობს ხელს, რადგან ისინი არ ქმნიან იმ შემაკავებელ ეფექტს, რომელიც პოლიციელებმა უნდა შექმნან. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ხალხს ბრიტანეთის პოლიცია სრულ საცინაობად მიაჩნია. მადლობა ყურადღებისთვის.